გამარჯობა ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით ყველას, როგორც ჩემს გამომწერებს, ასევე მათ, ვინც მოусმენთ ამ ვიდეო ჩანაწერს. გუშინ ჩავწერე, ძალიან დიდი ხანი არ მეცალა და რაღაც სამუშაოები მქონდა და როგორც დავამთავრე, გადავწყვეტე ჩანაწერა, მაგრამ იმდენად ვიყავი გადართული ამ ყველაფერზე, რომ იყო რაღაც პრობლემატური საკითხები მოსაგვარებელი და ამდენად ვერ ვიყავი ჯერ გამორკვეული მთლიანად. გუშინ ჩავწერე და მომიხდა წაშლა, რაღაცების გამო და გეტყვით რის გამოც. მე მანდ მიდევს ზოგიერთი რაღაცები ჩავწერე კი გასაგებია, მაგრამ ძალიან დიდი ის გამოიწვია და ამიტომ ამისი ნერვები და თავი არ მაქვს ახლა მაპატიეთ და ცოტა ისეთ ადამიანებს აუხსნა, რომლებიც ისეთი ბევრ რაღაცაში არ ერკვევიან, ან დაუშვათ ერთი მიმართულებით ერკვევიან და მეორე არა და ამ ყველაფერში მე დროს და ენერგიას ვერ გავანაწილებ, ასე ვთქვათ და ამიტომაც ავიღე გუშინდელი ჩანაწერი. იმიტომ რომ მომივიდა ისეთი წერილები, რომელზედაც უბრალოდ იცით რა, ვერ ვისაუბრებ იმ ადამიანთან, რომელსაც რაღაც ელემენტარულის გაგება არ შეუძლია. და აქედან გამომდინარე ძალიან მძიმეა ჩემთვის ეს ყველაფერი რა, შეუხამო ერთმანეთს, ესე იგი ჩემი სამუშაო და ამ ხალხთან დავა. ამიტომ გადავწყვიტე, იცით რა, გუშინაც ვამბობდი და დღეს კიდევ გავიმეორებ. ისე არ გამიგოთ ახლა, რომ ჩემი ახლობლები, რომლებთანაც მაქვს გარკვეული ურთიერთობა კომენტარებით და რომლებსაც გიცნობთ უკვე ფაქტიურად გონებრივი შესაძლებლობებით, ისინი გამიგებთ, როგორც ლამაზ ქალს უჭირს ცხოვრებაში წინსვლა, მეტადრე თუ ეს ლამაზი ქალი და წარმოსადეგი მანდილოსანი თუ კი ჭკვიანია, იმას ყველა გზა გადაკეტილი აქვს. რატომ რისთვის ახლა ამას გამაშლევინებთ ამ თემას? ასევე უჭირს მოაზროვნე მამაკაცს და ვაჟკაც მამაკაცს რა, ასე ვთქვათ, რომელსაც არ შეუძლია გარკვეული რაღაცების გაკეთება. აქ რაზეა ლაპარაკი, იცით, წინსვლაზე. მოაზროვნე პირველ რიგში, მე ჩავწერე და მიდევს მეთქი მან წერან გითხარით ინტელექტი როგორც განაჩენი. დიახ, განაჩენი იყო ყოველთვის ინტელექტი და მოაზროვნე ადამიანები ხშირად დაცინვის ობიექტები ხდებოდნენ და ეს ისტორიაშიც არაერთი მაგალითი ვიცით ამისი ცხოვრებაში, რომ არაფერი ვთქვათ, ამის გამოცდილება გვაქვს. მე აღარ მინდა იმაზე ლაპარაკი, რამდენი ისინი მაქვს ამ საკითხებზე შეხლა შემოხლა ადამიანებთან, როცა ადამიანს ვერ აგებინებ რაღაცას, არ ესმის და იწყებს შენს გაქილიკებას, ლიბერალებმა ეს ყველაფერი კარგად იცით დაამუშავეს, ესე ღიმილით გამოხატავენ შენთან დამოკიდებულებას, გეგონება იცით რა, რომ იმას ესმის ეს საკითხი და შენ არ გესმის და დაგცინის, თუნდაც ახლა ის სოციალურ ქსელებში როცა დრო მაქვს, უფრო უკეთესად ვეცნობი. და მოკლედ ამაზრზენი სიტუაცია აქ, რა ვიცი, ადამიანებს, ესე იგი, ხო გეუბნებით, ესე იგი, ქალი, კაცი რაღაც საშინელება ხდება და ჩემი გამოსვლა და აქ რაღაცა მორალზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს, იცით, მე თვითონ უკვე უხერხულობას მიქმნის.
თეთრი ყვავივით გამოდივარ რა ფაქტიურად, რომ ადამიანებს ველაპარაკები იმ საკითხებზე, რაც არ აინტერესებთ. ეხლა მე გუშინ მიმოვიხილე, ხა ბევრი რამის თქმა შეიძლება, იმდენი რამე მაქვს დაწერილი და იმდენი რამე მაქვს განხილული ჩემ შემოქმედებაში, რომ რა ვიცი თუ რა აქვს, მაგრამ და იმდენი მაგალითის მოყვანა შეიძლება ხელოვნების კუთხით, მეცნიერების კუთხით, მაგრამ მე გუშინ განვიხილე და აღარ მინდა ეხლა ეს თემა განვავრცო, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით, იცით, აი არ მინდა წარმოუდგე საზოგადოებას ისე, რომ ვიღაცამ თქვას, რომ რაღაც დემონსტრირებას აკეთებს იმას, ეს თქვათ, ესე არ არის ისეა და ნუ ასეა და ისეა და ნუ ამებს მე ვერ გაუძღვები, ასე ვთქვათ რა. ამ დისკუსიას რომ ვიღაცამ დაუშვათ ჩემთან დავაში სახელი გაიკეთოს ან და დამამციროს. მე რო აუყვე, მე ესე იგი ზღვარს გადადის და მეც ფაქტიურად ზღვარს უნდა გადავიდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ხა მე თავდაღუნული ხო ვერ აუხსნი ამას, რომ ესე ისე და ნუ ეს მივა კონფრონტაციამდე და აი ეს კონფრონტაცია ფაქტიურად მე ჩემი ის მოხდება ფაქტიურად როგორც მწერლის განადგურება. აქ მარტო მორალური თვალსაზრისით არ გულისხმობ საერთოდ რა ადამიანების თვალში. იმიტომ რომ კაცი ვარ ბოლო-ბოლო და ხო შეიძლება მეც გამოვიყენო ის რაღაცა, ვიღაცამ გადამიყვანოს რაღაც და ნუ არ მინდა რა ეს ყველაფერი. და ადამიანების თვალში დავრჩე გაწონასწორებულ პიროვნებად კი არა, არამედ რაღაც გამომიყვანოს მდგომარეობიდან. მე იმიტომ კი არ ვიძახი ამას, რომ არ მაქვს მყარი ფსიქიკა. იმიტომ რომ რაღაც არსებობს სიტყვა კულმინაცია და ამ კულმინაციას მივახცევ და ამიტომ ვთიშავ მე ამ კომენტარებს, რომ ეს პროცესი არ განვითარდეს, ასე ვთქვათ. მე გუშინ მოვიხილე ორი მეცნიერის ესე იგი დიმიტრი უზნაძის ესე იგი განწყობის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით ვისაუბრე რაღაცა, ნუ ადამიანების და საერთოდ სულიერია თუ საერთოდ ყველაფრის ცხოველი იქნება ეს თუ რა ადაპტირება ხდება და დიდებული მეცნიერი იყო რა თქმა უნდა უზნაძე და ამის იმას არ ვაპირებ განხილვას, რომ ის არ აქვს ესე იგი ისეთი ნაშრომი, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის გონებას, პირიქით ძალიან დიდებული ნაშრომია ეს, მაგრამ მისი ნაშრომი კომუნისტებს აწყობდათ, იმიტომ რომ იქ ლაპარაკია გარემოსთან შეგუებაზე, ადამიანის ადაპტირებაზე და არა მარტო ადამიანის და არა მარტო ცხოველის, აქ ლაპარაკია საერთოდ ყველაფრის ადაპტირებაზე გარემოსთან და ეს არის ბუნებრივი პროცესი. გასაგებია შეიძლება სხვა სიფრთხეზე გადავიტანოთ ეს ადამიანის სადაც მაგალითად როგორ ატმოსფეროშიც მოხდება, იქ ადაპტირდება და ასე შემდეგ არ შეიძლება ამაზე დავა, მაგრამ კომუნისტებმა მიიღეს და ჩათვალეს, რომ ეს ბუნებრივი პროცესი, რომელიც აღწერა უზნაძემ, ეს მიუთითებდა ადამიანის თავისუფლად განვითარებას და მეტადრე უკვე შემდგომში თავისუფალ ნებას. ეს სჭირდებოდათ, რა თქმა უნდა, კომუნისტებს, ამიტომ გაუხსნეს გზა და ნუ აშლაგით იბეჭდებოდა, ითარგმნებოდა ამის სიგნები და ასე შემდეგ. რაც შეეხება მეორე მეცნიერს, ვავილოვი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იყო და მე აღარ ავშლი ახლა ამ თემას შეგნებულად. მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი იყო, რომელმაც დაიწყო საუბარი, ნუ ნაშრომები ჰქონდა იმ კაცს გენეტიკური კოდის მნიშვნელობასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი პიონერი იყო ამ საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეაც იყო რაღაც ამ ყველაფერზე კვლევა, მაგრამ ვავილოვი ძირეულად უდგებოდა ამ საკითხებს და კომუნისტებს უკვე ეს არ აწყობდათ, უკვე გენეტიკური კოდის მნიშვნელობა უკვე მათ ურტყავდათ, იმიტომ რომ ფაქტიურად ადამიანები, რომლებიც მე ვერ ვიტყვი ხა არისტოკრატიაზე არ არის აქ ლაპარაკი, მოაზროვნე ფენას წარმოადგენდნენ, ანუ ინტელექტუალურ ფენას და ისინი არაერთხელ მისაუბრია იყვნენ ურჩნი, მოხდა მათი განადგურება საბჭოთა კავშირის მასშტაბით და ეს ვავილოვის ასეთი
გენეტიკური კოდის მნიშვნელობაზე საუბარი დამღუპელი იყო კომუნისტებისთვის, იმიტომ რომ თვითონ წარმოადგენდნენ როგორც ხედავდნენ, რომ თვითონ არ წარმოადგენდნენ იმ სწავლულ ფენას და აი ეს უკვე მასებში გამოიწვევდა სხვაგვარ დამოკიდებულებას მთავრობისადმი, საერთოდ წყობილებისადმი და ამიტომ ვავილოვი ოდესის ციხის ნომერ მე-12 საკანში დახვრიტა ჩეკამ. დახვრიტეს ესე იგი იმისათვის, რომ ეს კიდევ ვიმეორებ გენეტიკური კოდის მნიშვნელობაზე საუბარი მაშინდელ დროს არ შეიძლებოდა. ანუ იყვნენ მეცნიერები, რომელთა ნაშრომებიც იყვნენ საზოგადო მოღვაწეები, იყვნენ რეჟისორები, მწერლები და ასე შემდეგ, რომლებიც რაღაცნაირად უხამებდნენ ამ იმას, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოსაწონი. მაგალითად, მხატვრები ლენინს ხატავდნენ და ასე შემდეგ, აღარ გვინდა ეხლა ამ თემას გავუყვეთ. მაგრამ მე ძირითადად რაზედაც მინდა გესაუბროთ, აი მუზნაძის ამბავში ჩვენ მონურ ფსიქოლოგიაში ვიბადებოდით, მონურ გარემოში ვიბადებოდით და ასევე მონური ფსიქოლოგიით და იმის ადაპტირება ხდებოდა ჩვენი აი იმ გარემოში, სადაც ფაქტიურად ვიბადებოდით და ვიბერდებოდით და ზოგი ვიხოცებოდა, რა ვიცი, და ადამიანები დაიბადნენ მონობაში და დაიხოცნენ მონობაში. ეს სხვა საკითხია და ამის განვრცობა აღარ მინდა და არ მინდა და ამიტომ იყო მისაღები, რომ კიდევ ვიმეორებ, ბუნებრივი პროცესით ვითარდებოდა ადამიანზე იყო საუბარი, თუ დანარჩენი იმაზე, რომ რა და რას გულისხმობდა და რაზე ლაპარაკობდა უზნაძე, ის უკვე მათთვის მნიშვნელოვანი აღარ იყო. აქ ადამიანი უნდა ყოფილიყო, როგორც აი მიწები გლეხებს და ქარხნები მუშებს, აი ესეთი რაღაცა, რომ ბუნებრივად ვითარდებოდა. მოდი დავამთავროთ ამაზე საუბარი. მე დღეს მინდა გესაუბროთ მენტალიტეტზე. მენტალობა რა არის? ადამიანის მენტალობა არის გარემოს აღქმა. ანუ ის, სადაც თვითონ იმიტომ დავიწყე უზნაძეზე საუბარი. ის სადაც ის ადაპტირდება და როგორც ის არის მისი მენტალიტეტი. ანუ როგორც აღიქვამს გარე სამყაროს, ეს არის ატმოსფერო, ადამიანები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა ატმოსფეროში უხდება იმას ჩამოყალიბება გონებრივი. ადამიანები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ კიდევ მეორე მონური ფსიქოლოგიით, არაერთხელ ვისაუბრია ჩვენ, რომ მოაზროვნე ადამიანებს რატო უხსნიდნენ დამნაშავეთა სამყაროსკენ გზას, ეს უკვე განხილული გვაქვს ჩვენ. იმიტომ რომ დამნაშავე ადვილად მოსაშორებელი და გასაქრობი იყო და ურჩი ინტელექტუალი პრობლემებს შექმნიდა და ამიტომ პირველ რიგში მას გზა უნდა გადაკეტო და ეს იყო იგნორი და შემდეგ სხვა იარაღიც არსებობდა მისი მოშორება. მე ამაზე ძალიან ბევრი რამე მაქვს გადატანილი და მე ამაცდინა რომ იცოდეთ და ყველამ აი ერთხელ და სამუდამოდ ვთქვა და დავასახელო, მე ხა იმ ამბავს დაწვრილებით ვერ მოვყვები, მაგრამ მე ამ ყველაფერს, ანუ სიკვდილს, გარდაუვალ სიკვდილს, რომელზედაც მელაპარაკა მე იმ კაცმა, ამაცდინა მწერალმა რეზო ინანიშვილმა, თქვენ ყველას გახსოვთ, ეს იყო ძალიან დიდებული მწერალი და შეიძლება ითქვას ამასთან ერთად დიდებული პიროვნებაც. მე მაშინ ბატონი რეზოს საუბარი არ მივიღე კარგად და მეგონა რომ მაგრამ წლები რომ გავიდა, მივხვდი რომ ფაქტიურად იმ კაცმა მიიხსნა ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ მე ვჩხუბობდი ამ ყველაფერზე, როგორ შეიძლება ასე, როგორ შეიძლება ისე, მე ახალგაზრდა ვიყავი ძალიან და იქ კინაღამ რა ვიცი, ხელშართული ისინი სამქონდა ბრძოლებიც ამ ყველაფერთან დაკავშირებით და აი ამ კაცმა მიიხსნა მე ამ ყველაფრისგან, რაღა ყველაფრისგან, განადგურებისგან. აი იყო ასეთი კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც იყო აფერისტობის მუხლი. მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ამაზე. ეს აფერისტობის, აი თაღლითობა და აფერისტობა, ესე იგი ეს არ იყო დაუშვათ ძალიან ესეთი ფართოდ გავრცელებული ის, მაგრამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ ამაზე იყო ძალიან დაბალი სასჯელი. სასჯელი იყო 1-დან 3 წლამდე, შრომაგამასწორებელი სამუშაოებსაც ითვალისწინებდა, ჯარიმასაც ითვალისწინებდა, გააჩნია სიმძიმეს მისას. იყო ადამიანი, რომელმაც მთელი საქართველო მოატყუა და მილიონები იშოვა და საგონებელში იყო ჩავარდნილი, ესე იგი პროკურატურა, რომ 3 წელზე მეც მას მაინც ვერ მიუშვიდა და ეძებდა რაღაცა ისეთ ხელმოსაგრიც, რომ
სხვა მუხლიც მიეყენებინა და გაეზარდა დანაშაული, მაგრამ ვერაფრით ვერ გააკეთეს ეს, იმიტომ რომ ეს კაცი იყო ჩვეულებრივი მატყუარა. ადამიანები, იცით, ჩამოყალიბდა ადამიანების გონებაში, ანუ მე როდესაც მენტალიტეტზე ვლაპარაკობ, სწორედ ეს არის, რომ აი გარემოში უყალიბდება ადამიანს ის, რასაც ხედავს, რასაც აღიქვამს და როგორც აღიქვამს, ასე ვთქვათ. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და საქართველოს ეგრეთ წოდებულ თავისუფლება მოიპოვა, ადამიანებს გაუჭირდათ მე ეს მაქვს წიგნებშიც ასახული, მოთხრობებში და ასე შემდეგ, რომ ეს ამბავი გველოდა. გაუჭირდათ ადამიანებს და რა უნდა გაეკეთებინა მოსახლეობას, ანუ ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც შემოაკლდა საკვები და საკვებს ვეღარ შოულობს. ანუ არის ისეთი სიტუაცია, რომ გაჩერდა ქვეყანა, განადგურდა ყველაფერი, არის ყაჩაღობა, დავიდარება, ერთი ამბავი და ცხოვრობენ ისინი, ვინც იტაცებს ამას, ვერ ცხოვრობს ეს დანარჩენი 90%-ზე მეტი მასა, რომელსაც არ შეუძლია ეს ყაჩაღობა და მტაცებლობა, ხო? იმ წუთას გაახსენდათ ადამიანებს, რომ სასჯელის უმდაბლეს ფორმა იყო აფერისტობაზე, ასე ვთქვათ. მათ შორის ქურდობაზეც პირველ ასე ვთქვათ დანაშაულზე ქურდობაზეც დაბალი იყო, მაგრამ ქურდობაზე 2-დან 5-მდე იყო, გააჩნია იქაც რა ის იყო, რა ქვია, სიმძიმის დანაშაული და ყველაზე ის იყო მაინც აფერისტობა. ეხლა ადამიანებმა გაახსენდათ ქვეცნობიერში ეს გონებაში დავანებული ჰქონდათ, რომ ეს სისხლის სამართლის კოდექსი და სისხლის სამართლის კოდექსი რომ მთლიანად შეცვალო და მოარგო იმ ვთქვათ გასაგებია მაშინ იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი რესპუბლიკის და იყო საბჭოთა კავშირის ცალკე და სხვადასხვა რესპუბლიკებს თავიანთი კოდექსები ჰქონდათ და სადაც მოხდებოდა დანაშაული იმ კოდექსის და მიხედვით სამართლდებოდა, მაგრამ მაინც საერთო ამბავში ეს ყველგან ასე იყო და განსაკუთრებით საქართველოში. საქართველოში ამას არ ექცეოდა დიდი ყურადღება და აქედან გამომდინარე ადამიანებს გაახსენდათ, რომ ეს არსებობს ძალიან დაბალი სასჯელია ამ სისხლის სამართლის კოდექსს ერთ დღეს ამას ვერ შეცვლი კი რაღაც მუხლები და რაღაცები შეცვალეს და მოიერგეს იმდროინდელმა პოლიტიკოსებმა, ვისაც რა სჭირდებოდა, მაგრამ ამ უმნიშვნელო რაღაცებს ვერ შეეხნენ, იმიტომ რომ აქ საჭიროა ძალიან ესეთი მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ამას შეიმუშავებს და მოარგებს იმ ჩვენი ადაწესებისა და ჩვენი გონებრივი განვითარების და აზროვნების დონეს, რა ხალხი ცხოვრობს და რა წესებითაც ცხოვრობს, ხო? ამიტომ ეს არ მოხდა, იმიტომ ამისთვის არავის არ ეცალა და ადამიანები გადავიდნენ უკვე ტყუილზე, სიცრუეზე და ამ სიცრუემ ფართომასები მოიცვა და რა თქმა უნდა მენტალური ცვლილება ვეღარ მოხდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ უყურეთ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მდგომარეობა შეიცვალა უყურეთ და ჩვენ მეხუთე საზოგადოებრივი წყობიდან მეოთხეში გადავედით, ანუ უკან დავბრუნდით და ჩვენ სოციალისტური სისტემა კი არ განვავითარეთ, რომელიც დღესაც მოქმედებს ევროპის მრავალ ქვეყანაში. არ განვავითარეთ ის მეხუთე საზოგადოებრივი წყობა, კარგად ვერ განვავითარეთ, ახლა ნორვეგიაში, შვედეთში, სკანდინავიაში და იმაში, ცალკეული ესპანეთშიც მოქმედებს. სოციალური მას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და იქ პირდაპირ სოციალისტური ის არის სისტემა სკანდინავიაში და ეს ამან გაამართლა ძალიან. ჩვენ კომუნისტები ამას ასცდნენ თვითონ ამ მიმართულებას და ცოტა ესეთი მონური სახე მიიღო ამან სახელმწიფოში ადამიანების ამბავში და აი ეს დაბრუნება, უკან დაბრუნება, ეს საბაზრო ეკონომიკა, ის ვერ გაიგო, ვერაუღალო ადამიანმა ამას უცბად, იმიტომ რომ ის წყობა გარკვეულწილად ჩვენ რაღაცა მით გავლილი გქონდა და ეს უკან შემოbrunებამ არ გამოიწვია მენტალური ცვლილება, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა სიახლისკენ უნდა დაძრულიყო ჩვენი გონება და ვერ მოხდა. სიახლე და ის გარდაქმნა რომ მომხდარიყო ეს გონებრივი ამისი შეცვლა
მენტალობის შეცვლა, ამას სჭირდებოდა მთელი რიგი კანონმდებლობის შეცვლა და კანონით ცხოვრება. ესე იგი, აი დღეს და საერთოდ დღეს კი არა, 35 წელიწადია და დაახლოებით 33 წელიწადი, რომ ხედავთ არც კომუნისტების დროს იყო, მაგრამ შემდგომში უფრო ეს გახდა როგორც ის შერშევითი სამართალი, ანუ უსამართლობა და ამას შეეგუნენ ადამიანები და ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ეს მონური მორჩილება მეტყველებს ამ მენტალიტეტზე სწორედ. ამანაც ხელი შეუწყო ამ მონური მორჩილების გაგრძელებას და ადამიანების თავისუფლად განვითარება ვეღარ ხდება, იმიტომ რომ გონი ადამიანს რო ის დაისჯება და აქედან გამომდინარე ვეღარ ახერხებს თავის დამკვიდრებას და როდესაც ასეთი კომუნისტებისგან გამოჩორკლილი მეცნიერები გამოდიან და ამბობენ, რომ აი ჩვენ თავის დამკვიდრება ხდება განათლებით და ეს არის ტყუილი და ეს არაფრით არ შეიძლება მიიღოს ნორმალურმა ადამიანმა, იმიტომ ეს ესე არ არის. და ვერავინ ვერ დამემტკიცებს ამას, რომ გონებრივი განვითარება არის იმის საფუძველი, რომ შენ წარმატებული ადამიანი იყო ცხოვრებაში. აბსოლუტურად მიუღებელია ეს, ესე იგი, ნორმალური ადამიანისთვის. ახლა რა ხდება? დაიწყო ადამიანმა ასე ცხოვრება. თავისთავად, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ატყუებს, მეორეს შეიძლება პატიოსანი ადამიანი იყოს, მაგრამ უყალიბდება უკვე თავისი მოყვასისადმი უნდობლობა. უნდობლობა ძალიან ბევრ ცუდ რამეს იწვევს საერთოდ ქვეყანაში. მე მახსოვს, როდესაც 90-იანი წლები ახალი დაწყებული იყო მაშინ ესტონეთის ეკონომიკის მინისტრთან იყო ინტერვიუ და წავიკითხე იქ ეკითხებიან ეკონომიკის მინისტრს, როგორ მოხდაო ესე იგი ეკონომიკა, რომ წინ მიიწევს, ანუ წინ მიდის, რაზე არის ეს ძირითადად დაფუძნებული ეს თქვენი ეკონომიკური ზრდა, რამ გამოიწვია ესო? და იცით რა უპასუხა იმ ადამიანმა? პირველ რიგში რა უპასუხა ერთი სიტყვით, რომ ეს ამის საფუძველი არის ნდობა. თქვენ გესმით ნდობას რა შეუძლია და უნდობლობას კიდე ჩვენ ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში რა გამოიწვია უნდობლობამ. უნდობლობა რამ გამოიწვია ისიც გითხარით. ჩვენ შეხედეთ უკვე ადამიანებში ჩამოყალიბდა ერთმა იცრუა, მეორემ იცრუა, მესამემ იცრუა, მეოთხე მოიპარა, მეხუთე მოიპარა, ის წავიდა იქ, მოიპარა იქ და ჩამოყალიბდით ერად, რომლებიც ვართ, აი მე მახსოვს პოლონეთში ვიყავი და ერთმა ქალბატონმა მითხრა, რომ ბატონო თამაზო გიყურებთო თქვენო რა და საქართველოდან რომ ვიცნობო ადამიანებსო, ვიცნობო რა შეხება მქონდაო ადამიანებთან და ორი კატეგორია მოდისო აქო, მატყუარებიო და ანუ აფერისტებიო და პრესტუპნიკებიო, ანუ დამნაშავეებიო. და თქვენ რაღაცა არც ერთს არ გევხართო და ეს მე ვთხარი რაღაცა აქ შეიძლება თქვენ ნახეთ ერთი ორი კაცი, მაგრამ მთელი ქვეყანა ასეთი კი არ არის მეთქი. ახლა ჩემ ქვეყანას იმას ხო არ ვიზავდი, ახლა ის ხო არა არის ლიბერალებმა რო იციან წავლენ და თხრიან ქვეყანას და ათახცირებენ მაპატიეთ ამ სიტყვაზე. ასე არ არის მეთქი, მე ვთქვი, ჩემი ქვეყანა არის ბუმბერაზი ქვეყანა და მთელი ისინი მოუყევი რა, მთელი თუ რამე არსებობდა, ჩვენ რა მიღწევები და ის და სახელმწიფოებრივი ისტორია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და გაოცებული ვიყურებდა ის ქალი რა, რომ რა ვიციო, ვინც შემხვდა, ვისთანაც მქონდა შეხება, ესეთი რამე ამბობდა ეს ქალი. ეს ბუნებრივი რამეა და იმიტომ გეუბნებით ეს მოხდა აი ამიტომ ზუსტად რომ იდეოლოგიაზე რომელიც კომუნისტებს სხვათა შორის ჰქონდათ, ეს იდეოლოგია დამხმარე საშუალება კანონების აღსასრულებლად, როცა კანონი კანონობს, ამას უნდა გაუმაგროს ზურგი იდეოლოგიამ. იდეოლოგიის განყოფილება ცეკაში არსებობდა და ხშირად ვახსენებ ხოლმე ბუკოვსკის, რომელიც დასავლეთში გაიქცა დისიდენტი იყო, ამბობდა, რომ დასავლეთი მეგონამე თავისუფალი ქვეყნებიო და მე მგონი საბჭოთა კავშირი ჯობნებიაო ამ დასავლეთსო უკვე ხნიერმა თქვა. როცა შეხედა უკვე ამ დასავლეთის ცხოვრების წესს
ჩვენ შეგვეძლო ჩამოგვეყალიბებინა სახელმწიფო, დაგვეწყო, სწორედაც იმიდან დაიწყო კიდეც თითქოს აი მთავრობა მოვიდა, ეროვნული მთავრობა და იყო ამაზე მცდელობა, რომ აღდგენილი იყო იძველი კონსტიტუცია და იქიდან მიყვებოდა, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის კოდექსიც გამოიცვლებოდა, სამოქალაქო კოდექსიც და შეიცვლებოდა ჩვენი ცხოვრების წესები და მოერგებოდა ალბათ ადამიანების ჩვენს ბუნებას, ასე ვთქვათ, რაც და როგორც გვეკადრებოდა და აქედან შესაძლებელი იყო დაწყებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ვერ გაკეთდა ეს და ამიტომ ეს ყველაფერი გამოიწვია ამან. მე გეტყვით, მე რასაც უყურებ დაახლოებით 30 წელიწადზე მეტია, არ ვიცი, ახლა მე არ მინდა იცით აი მთავრობასთან კონფრონტაციათან ამ ასაკში არაფერს არ ვცდილობ, რომ არ გავეკარო, იმიტომ კი არა, რომ რაღაცის მე არ მინდა, ახლა ხო გეუბნებით, არა მაქვს იმისი ნერვები და რო იტყვიან ვეშურები ცხოვრებას, რომ რაღაცა კიდე დაუტოვო ჩემს ქვეყანას, რაღაც კიდე შევქმნა, თანაც არსებობაც მინდა ესეც ემატება ამ ყველაფერს და ამიტომ მე მაგისი დრო არ მაქვს ახლა ვიდეო, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ მე პოლიტიკაში მოძრავ ადამიანებს რო უყურებ, ეს ადამიანები ამ ადამიანებს არ ჭირდებათ განათლება. განათლება კი არა, აზროვნებაც არ ჭირდებათ. არაფერი არ ჭირდებათ, ამათ ჭირდებათ ერთი რამ, რომ საჭიროა ჩვენ ვინც ტრიალებს ამ 3000 წლის განმავლობაში და ვისაც უყურებ, არ არის საჭირო რა. არის აი პავლე მოციქული რო ამბობდა, ამა ქვეყნისა სიბრძნეს იშლეგე არ სუფლისა მიმართო, აი ეს კარგად აქვს შესწავლილი ეს მაკიაველი, ეს ყველაფერი იციან როგორ ხდება, ნუ ესა და ეს იციან და თანაცელა ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც აგერ ჩვენმა ქართველმა კაცმა, რომელიც რა ვიცი, წვერი თათრიეს და ხანი სიბრძნეს იცრუვისა დაგვიწერა და კარგად უნდა ერკვეოდეს ქართველი კაცი ამ ყველაფერში. მათ ჭირდებათ ეს იცოდნენ როგორ უნდა მოატყუონ ადამიანს, როგორ უნდა მოატყუონ მასას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ დაახლოებით კი არა, ფაქტიურად ასლი არის საბჭოთა წყობილებისა. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შეგვიძლია ჩვენ გარეთ გავიდეთ ის რკინის ფარ და აღარ იცავს ჩვენ იმას და შეიძლება რომ ამ მონობას თავი დააღწიოს კაცმა. ერთადერთი ეგ არის, ალბათ ესეც უკეთესია ვიღაცისთვის, რომ წახვიდე. ამიტომ აი ამ ყველაფრის გამო მოიშალა სამეცნიერო სკოლები და განათლების სისტემა და ყველაფერი დაინგრა, განადგურდა და ჩვენ ვაპირებთ პურის მოპოვებას და პურს ვერ მოიპოვებ თუ არ ყავს ჭკვიანი და მოაზროვნე ადამიანი. ანუ არ განვითარდება ქვეყანა თუ არ ესე იგი მოხდა მოაზროვნე ადამიანების შეკრება და როგორც ის ცხონებული მეცნიერი რო ამბობდა 12 თბილელი ბერი გახსოვთ ალბათ თქვენი გადაცემაში იყო მიწვეული ჯაჯანიძესთან თუ რაღაცა ის ჯაჯანიძე ცოტა არ იყოს ის, მაგრამ მაინც შიგადაშიგ რაღაცებს იმაშვება ხოლმე აშუქებს და 12 თბილელი ბერი მართავდა ამირა როცა იჯდა თბილისშიო და ხო შეგვიძლია ჩვენც ეს მოაზროვნე ადამიანებს რაღაცა ჩავაბაროთ. ახლა იყო რომის იმპერიაში ასეთი კაცი, რომელსაც უწოდეს ოქტავიანე კეისარი, რომელსაც უწოდეს ავგუსტუსი, ანუ წმინდა კაცი, მას თავისი წინამძღოლობით ბრძოლა არ მოუგია, ის იყო მშიშარა, ჭექა-ქუხილის დროს საწოლის ქვეშ აძვრებოდა, მაგრამ ჰქონდა იმისი უნარი, რომ რა ფლანგზე და რა სამსახურში ვინ უნდა გაემწესებინა და ვინ შეძლებდა იმ საქმის გაძღოლას. ანუ ეს უნარი ჰქონდა იმას და 20 წლის ავიდა ტახტზე ჩემო ბატონო, თავისი ამ ინტრიგებითა და მაიმუნობებით დაამარცხა უდიდესი მხედართმთავარი მარკუს ანტონიუსი და 20 წლის დაჯდა ტახტზე და გარდაიცვალა 76 წლის, მაშინ როცა ქრისტე იყო 14 წლის ქალაქ ნოლაში და მაგას ეკუთვნის სწორედ ის პირველად მაგან თქვა ეს და მე ნერონმა გაიმეორა როგორ შევასრულე მე ჩემი როლი ამ ცხოვრების კომედიაშიო. დიდებულადო უთხრეს და მასშტაბში დამიკარით და ისე გამაცილეთო. და ეს იყო ავგუსტუსი.
რომ იცოდეთ, ასე ვთქვათ. ვინც არიცით, თორე ბევრს გეცოდინებათ ეს, ხო? დარწმუნებული ვარ. ასე რომ ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ყოველთვის იდევნებოდნენ თავიანთ ინტელექტის გამო, მე კიდე გეუბნებით, იმიტომ კი არ დავდე რომ ეს ესეა, ინტელექტი როგორც განაჩენი, ყოველთვის ასე იყო. საბჭოთა კავშირის დროს ეშინოდათ ინტელექტის და ყოველთვის ეშინიათ ინტელექტის. რატომღაც ესეა და ესევა იმას, როგორც კონსტანტინე გამსახურდი ამბობდა ხოლმე, ახლა მე ვხედავ უყურებ ქვეყანას თუ გამოჩნდა ვინმე და ესევა იმას, როგორც დაკოდილზე რასყვავებიო, კონსტანტინეს სიტყვებია ეს. აქედან გამომდინარე, მე მინდა ერთი რამე გითხრათ ახლა, ამ ყველაფერზე დავამთავრო ესე საუბარი, ისე არ გამომივიდეს, რომ ვინმეს მაინდა-მაინც გაკითხვა შემიძლია და არ არის ასე, მე ვიცი რაც არის გამოსავალი, კიდევ ვიმეორებ, აქ არის მოაზროვნე ადამიანების გაერთიანება და ფიქრი იმაზე, როგორ განვითარდეს ქვეყანა და ეს მართველმა ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ეს ვიღაც უნდა შეარჩიონ, იმიტომ რომ ის იქნება ქვეყნის გადარჩენის ინიციატორი ამ შემთხვევაში, ვინმე რომ შეარჩიოს და დასხას და გადაწყვიტოს ვიღაცა ჭკვიანმა ხალხმა, როცა ამ ქაოსიდან გამოსავალს ვერ პოულობ. ამ შემთხვევაში უნდა მოძებნო ეს, არავინ არაფერს არ გერჩის, კაცო, მე არ მინახია ინტელექტუალური პიროვნება, ბოროტი და რა ქვია, სასტიკი და რა ქვია, მკვლელი და ესა. იშვიათია საერთოდ ბოროტ გენიებს რო ეძახით, თითქოს ჩამოსათვლელია ისტორიაში ეს. ასე რომ აი გეტყვით ახლა ერთ-ერთ მიზეს კიდევ, რათაც მოხდა ესე იგი ჩემი გამოსვლა. ამ ხმობაში როცა სამუშაო მქონდა მე, გამოჩნდა ერთი ადამიანი, რომელმაც მომწერა, რომ ბატონო თამაზო ბუდიში დამირეკა და მე ტელეფონი ჩაწეული მაქვს ყოველთვის, როცა ვმუშაობ. უკაცრავად. და რომ გავსინჯე სადღაც 5 წუთით ადრე, ბოდის გიხდით, რაღაც 5 წუთით ადრე დანარეკი იყო იტალიიდან. რა თქმა უნდა მე გადაურეკე ხლა, ვიღაცამ დამირეკა, გადაურეკე და გამითიშა. გამიგვირდა კაცო, ხა გამითიშა, ვერ გავიგე რა, ხლა ზარია შემოსული და გადაურეკე რაღაც 5 წუთია გასული. და სწორედ ეს თაღლითობა და ეს აფერისტობა და ეს ყველაფერი იმიტომ წაუმძღვანი ამ ყველაფერს, რომ აი რაც უნდა გითხრათ, აი ამის გამოძახილია. და მომწერა რომ მეო თქვენო დაგირეკეთო, თქვენ არ მიპასუხეთო და მეო გადაწყვეტილი მქონდა თქვენ დახმარებოდითო და ესე იგი მე დახმარებასო გავუწევო სხვაასო 200 ევრო მინდო და გამომეგზავნა თქვენთვისო და რა კი არ მიპასუხეთო, რა გაეწყობა ახლა მე დედასა და ბავშვთაო და ვიღაცას გადაურიცხავ, წერს ასეთ რამეს და ვიმზადებით მეთქი მეუთხარი და მე იტალიაში მცხოვრები ქალბატონი ვარ. მეუთხარი ალბათ უსმენთ მეთქი ჩემს გარსენებს და ქალბატონებთან დაკავშირებით განსაკუთრებით ისეთი ქალბატონები, რომლებიც გასულები არიან საზღვარგარეთ და მონური შრომით არიან დაკავებულები, მათგან მე დახმარებას არ ვიღებ და ეს უნდა გცოდნოდათ თუ ჩემ მას უსმენთ მეთქი, ხო? აბა საიდან მიპოვეთ კაცო? ხო და იმაზე მეტი ჯენტლმენი ყოფილხარ რომ მე რომ მეგონეო. და მოხდა კიდე წერილები იმას და ვკითხულობ და ეს რაღაცა ქალის მოწერილი წერილს არ გავს კაცო, ახლა მწერალი კაცი ვარ და ახლა თუ ეგეც ვერ გავარჩი, ესე იგი ქალის ნაწერი და კაცის აზროვნება, მაშინ ესე იგი მე ვერ ვაზროვნებ, ხო? და მივხვდი რომ ეს ქალი არ უნდა იყოს. და შევბედე რა, საერთოდ არ მიყვარს ხოლმე ადამიანის გაუხერხულება, მაგრამ შევბედე ასე ვთქვათ, არ ვიცი ვინ არის. ხო და შევბედე რომ უკაცრავად მეთქი და ეს რაღაცა ქალის მოწერილ წერილს არ გავს მეთქი. კიო, მამაკაცი ვარ. რა მეთქი? და კი, მაგრამ ეს რაში გჭირდება კაცო, ეს შეიძლებაო დაგირეკოთო ვიდეო თვალითო? იმიტომ დავრწმუნდეო რომ თქვენ ახართო ეს და მე ვის ვეხმარები ხო უნდა ვიცოდეო და რამდენიო აფერისტიაო და რამდენი ის არის მაპატიეთო ეხლა თქვენ არ იმან, მაგრამ მაინც რომ დავრწმუნდე რომ შეგხედოთ რომ თქვენ ახართო იქ ვინს გამოდიხართო.
ეხლა ნებისმიერ ადამიანს აზროვნებს თუ არ აზროვნებს, უცნაურად მოეჩვენება ეს ყველაფერი, მით უმეტეს ახლა მე, რომელმაც ეხლა ადამიანს მოქმედებაში თუ ვერ ამოიცანი, რაღაცა ვწერ მასში. როგორ ვქმნი ადამიანის სულიერ პორტრეტს, როცა ნაწარმოებს ვქმნი, ხო? რა თქმა უნდა, აქ საფუძველი იმისა, რომ ეჭვი შეიტანო, რომ რაღაცას და მე ვთქვი, კი ბატონო, მეთქი დავთანხმდი. დამიკავშირდა ახალგაზრდა კაცია. ახალგაზრდა კაცია და მელაპარაკება ესე ისე, მე მინდა და ჩემ ცოლსაც ძალიან მოსწონხართ იქ ისა, ესა, ოჯახით ვცხოვრობ, მამა ჩემიც აქ არის, დედა ჩემიც აქ არის, ჩემი შვილიც აქ არის, ესაც აქ არის, ისიც აქ არის, რაღაცებს მიიხსნის ახლა რაღაც უაზრო რაღაცებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცაზე ხო უნდა ისაუბრეს და ამიტომ მეც დავდება ამ თანხას, მეც მუშაობ, ჩემი ცოლის დადებს ამას, თქვენ დაგეხმარებით, ვეუბნები, თქვენ თუ მუშაობთ, ოჯახით ახართ, ასე ისე ორი ადამიანი მუშაობთ, ახლა ეს ხნიერი მამა გყავს, დედა, მშობლები, რამე, ბავშვი, ჩემი ბავშვი აქ სწავლობს სკოლაში, მე ვთქვი, არ მინდა კაცო თქვენი დახმარება, ღმერთმა გაგიმარჯვოთ, არ მინდა ბატონო. არა რას ლაპარაკობ ჩვენ, ესე გავიგეთ ისე. ამ კაცს ვერაფრით ვერ შემასვქენი, ვერ დაუსხლდი ხელიდან, არ მინდა ვეუბნები რა და ხვალო მეო 2-დან 3 საათამდე თუ რაღაცა ხო 2-დან 3 საათამდე მეო დაგიკავშირდები თუ აი თქვენთან რო იქნება 2 საათიო და გამოგიგზავნით უკოლსო მზად იყავით და ალბათ დამირეკავდა კიდეც არ ვიცი ისეთი ისწავიდა საუბარი და კიდე ვეუბნები არ მინდა მაგრამ არ აქნა ამ კაცმა და ეს მელაპარაკა კარგი ხარ და დავიმშვიდობეთ ერთმანეთს. ახლა მეორე დღეს ვიფიქრე საქმე მქონდა გასასვლელი ვიყავი და ვიფიქრე კი არ მომწონდა ამისის და თავიდან ბოლომდე რო გავშიფრე ამის საუბარი და ის რაღაცა მაგრამ მაინც დაველოდი არ გავედი იმ ჩემი საქმე გადავდე დღის მეორე ნახევრისკენ და გავჩერდი სახლში. ჩაიარა 2-დან 3-მდე და მივწერე რომ მე მეთქი აი შეიძლება დალაპარაკება მოგინდოდეთ ან რაღაც და გელოდი მეთქი მე უთხარი და გავდივარ მეთქი სახლიდან რა იმიტომ საქმე მაქვს. პასუხი არ გამცა. არ მიპასუხა იმ დღისით ამ ჩემ წერილზე და საერთოდ აღარ მიპასუხა. მე მას მივწერე ის რაც უნდა მიმეწერა და რაც უნდა მეთქვა სათქმელი იმას უთხარი რა თქმა უნდა გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება იმის აფერისტობასთან და მაიმუნობასთან და რაღაც მომწერდა ახლა რაღა უნდა მოეწერა ხო? სათქმელი არაფერი ჰქონდა. და გადის დრო და ამერიკიდან შემოდის, ესე იგი, რამე მუშაობდი და დიდბოდის გიხდით აი 6 საათი იქნებოდა რაღაცა რომ დავწექი რომ დავიძინო მე სხვა ადამიანი ვარ და რაღაცა რამე სულ 3-4 საათი მძინავს და კიდევ ბოდის გიხდით ამ საკითხს რო გესაუბრებით და გელაპარაკებით და ამას აღნიშნავ, მაგრამ დავწექი რაღაც 6 საათია და ის მე რო შევხედე საათს იყო რაღაცა 15 წუთი მეძინა. გამაგვიძა ზარმა, დამავიწყდა ჩაწევა ტელეფონის. რომ ვიძინებ ტელეფონს უწევ, რომ მუშაობ უწევ და ასე შემდეგ. და დამავიწყდა ამ ტელეფონის ჩაწევა და რომ გაისმა ეს არის ნახე და ამერიკიდან არის ეს საათი შემოსული. და გამარჯობა მე ახალი გამოგვიძებული ვარ, ჯერ იმაში არ ვარ რა და როგორ ბრძანდებიო, მე ვთქვი კარგი, როგორ მომწონს თქვენი ისაო რაღაცებიო და უსმენო და მე ისე არ მეძინება თუ არ მოგისმინეთ თქვენო. და გათიშა. ვინ იყო ეს არანორმალური? და ესე იგი მივაქცი ახლა გამოვფხიზლდი რა მთლიანად და ეს იყო ის ხმა რომელიც იტალიიდან მელაპარაკებოდა, იტალიის ნომრით მელაპარაკებოდა. ერთი სიტყვით ამ ამბიდან არ იყო ერთი დღე გასული თუ რაღაცა და მიკავშირდება წერილს მწერს მოსკოვიდან ვიღაც. გამარჯობა ბატონო თამაზო.
თქვენ რომ მოყევითო აი ეს კაცი ფაცხაში მუშაობდაო და ისო და ესო და მთელი ამბავიო, ვიციო ვიზედაც ლაპარაკობთ თქვენ. და ეს ყველაფერი ვიციო რა, ის აფთიაქარი ვინ იყო, ის ვინ იყო, ეს ყველაფერს მეუბნება რომ იცის. მე ვთქვა რა ვიცი ახლა სავიდან უნდა იცოდეთ, მივწერე, მაგრამ მე რა უფლება მაქვს გავამჟღავნო ვინ იყო და რა იყო, კაცო. თქვენ თუ იცით, იცოდეთ თქვენთვის. მაგრამ მე რა უფლება მაქვს დავждე ვილაპარაკო ადამიანზე, რომელიც ცოცხალი აღარ არის. არც ერთი და არც მეორე. ის ჩემი ახლობელი. ერთ-ერთი რომელიც ქალაქ გარეთ რო დამპატიჟა მეთქი რომ ამბობ. ხო, ბატონ თამაზ მინდა რომ დაგეხმაროთო რა და რაღაცა სული შევიტანო თქვენ ციგნების ამბავშიო და რამეო და ირეკავთო აბზა გწერთო იმიდან ნუ მოსკოვიდან წერდა ეს კაცი ძალიან კარგი მეთქი კაცო მადლობელი და გრჩები რა უნდა მეთქვა კაცი მელაპარაკება წერს კი არ მელაპარაკება ხო გავიდა რამდენიმე დღე და ეს კაცი არ გამოჩნდა რა და მე ვფიქრე შეიძლება ახლა ეს კაცი დიდი ბიზნესმენია შეიძლება სპონსორობაც გამიწიოს რა თქმა უნდა ახლა მაგას ვეძებ რომ ციგნები დაუბეჭდო ახლა მეტი სხვა არაფერი არ მინდა ხო არ მშია და არ მწყურია რომ არ იქა და გადარბენაზე ვიყო რომ სულ იმძრებოდეს იმით და იმაში მაგრამ ვიფიქრე რომ შეიძლება გამოჩნდა ვიღაცა ადამიანი და აგერ ჩემი ისიც დამთავრდება ასე ვთქვათ რა ამ კუთხით. ხო და მივწერე რა მოვიკითხე რა. პასუხი არ გამცა. გავიდა ერთი დღე, გავიდა ორი დღე, არ გამცა პასუხი კაცმა. შევხედე და მწერს სხვა ნომერი ისიც რუსეთიდან. გამარჯობა ბატონ თამაზ, გაგიმარჯოს. მეო ძალიან მომწონსო თქვენ ის იმას უყურებ ხოლმეო მთელი ჩემი ოჯახი თუ ასე ისევ რაღაცებს წერს რომ ბევრი მიწერა და შეიძლებაო ვიდეო თვალითო დაგირეკოთო თუ შეიძლებაო რა მე მგონი რა პრობლემაა რაღაც სერიოზული კაცი შტაბეშტილება დატოვა იმისგან განსხვავებით ჯერ ქალი რო იყო და მე კაცად რო გადაიქცა ну შევხედე ის ახალგაზრდა იყო ის იტალიიდან რომ მირეკავ არ ვიცი რა იტალიიდან მირეკავდა ამერიკიდან მირეკავდა და ჰქონდა ის WhatsApp-ის თუ რა იყო ну ეგენი ვერ გავიგე რა მოხდა და ვინ იყო ის ტიპი საერთოდ არ ვიცი ну მაგის დადგენას არაფერი უნდა ბევრი მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ მეორე ამბავში ასე განვითარდა პრობლემები ეს კაცი დამელაპარაკა მომიყვა აქ მუშაობა მე 95 წლიდან ავარო ესაო ნუ მთელი რა ვიცი თუ რაღაცა რა ვიცი ტყუილს მიყვებოდა მართალს მიყვებოდა მე ხო არ ვიცი რა მიყვება თავის ამბავს აქ ოჯახი ცხოვრობა მყავს შვილები ისინი ესენი რა მთელი ამბავი იქით სახლში გავიდა გამოვიდა აგერ ჩემი სახლიო ის ნუ რაღაც ნდობაში შემოვიდა მაგრამ ეს კაცი მალმალე მეუბნება რომ რამდენი გჭირდებათ რომ მე ჩემ მეგობრებთან ამ ყველაფერს იმას ვიზავ მოვაგროვებ თქვენ მარტო დაასახელეთ ციფრი მე ვთქვი ციფრი არასდროს არ დამისახელებია ადამიანთან რომ ამდენი მჭირდება და იმდენი მჭირდება რა ვარი საქმეა გაზო ადამიანს მიხვიდე და მე ამდენი მჭირდება როგორ კარგია არის რა შესაძლებლობა აქვს რომ არა ციფრი დაასახელეთო თქვენო და ამ ციფრის დასახელებას მთხოვს რა დაუსახელეთ ციფრი ხა როგორიც ამბავია გასო გააჩნია ტირაჟს გააჩნია საბანის ადამიანს გაგწულებაო იმისი არ იყოს ახლა იქამდე დაიფარეო ხო ფული რამდენიც მექნება მე ვთქვი იმდენ ტირაჟს გამოვცემ რომ რაზეა ლაპარაკი ახლა ციფრს როგორ დავასახელებ როგორ მოგთხოვ მე ამ ციფრს რომ ამდენი მჭირდება რაც შეგიძლიათ იმით დამეხმარე და მე მეყოფა არ მეყოფა რაში მეყოფა როგორ მეყოფა ну ალბათ არ ვიცი ერთი საათნახევარი მაინც ვისაუბრეთ და ეს კაცი დამემშვიდობა მითხრა რომ ხვალ დავკავშირდეთ მე გავაგებიებო იმასო ჩემს სახლობლებსო მეორე დღეს რაღაცნაირად ვერ მოხდა ჩვენი დაკავშირება მესამე დღეს ვერ მოხდა მეოთხე მეხუთე დღე გავიდა და
ეს კაცი არ მეხმიანება და ხო ერთხელ მიღა დაბადების დღეზე მივდივარ ეხა არ მცალიაო და ვერ მოხდა რა ჩვენი დაკავშირება და უცდი მე როდის შეიძლება ვიფიქრებ ახმელია კაცი ბოდიში ამ სიტყვაზე ეხლა ყველას გამოგიცდიათ ალბათ ვინც მისმენთ მამაკაცები და ქალებმაც იცით ეს რას ნიშნავს და ვიფიქრე შეიძლება დათვრა იქ რესტორანში მივდივართო რაღაცის დაბადების დღეო მეორე დღე მესამე დღე გავიდა არ მიკავშირდება ეს კაცი და შევეხმიანე მივწერე რა გაუხარდა ამ კაცს ასე როგორ ბრძანდები თუ რამეო ვიფიქრე რომ ხო და დავილაპარაკოთ მეთქი და დავილაპარაკეთ ვითომ იმაზე რაღაც თვალს ვერ ჩავთავ იმიტომ რომ შეზღუდულიაო ეს მართლაც ახლა რუსეთში რო იზღუდება ეს ჩვეულებრივი რამეა მაგრამ შეზღუდულიაო ეს და თვალს როგორ ჩავთავ გამეთიშება ტელეფონი ვისაუბრეთ კიდე რაღაცა წყდებოდა მე კიდე გადმორეკავდა მე გადაურეკავდი და აი ესე ვიწვალეთ და ბოლოს ვერ დავამთავრეთ რა საუბარი და ჩემი სათქმელი რაც მინდოდა და ვეღარ უთხარი ამ გათიშვა გამოთიშვასე არ ვიცი ახლა თვითონ თიშავდა ითიშებოდა მაგას ახლა ცილს ვერ დავწამებ კაცს მაგრამ წერილი გაუგზავნე მე და ისევ ის დავაფიქსირე, რასაც ვეუბნებოდი, რომ რისი საშუალებაც აქვთ, მე მეკითხება, რომ რამდენი მჭირდება და რამდენი არა, ეს წერილი არ მივიდა. არ მივიდა ეს ერთი იმით მივიდა რა, ხაზით და ვიფიქრე, რომ შეიძლება გათიშული აქვს ეს ინტერნეტი და ამიტომ არ მივიდა მეთქი. ახლა თქვენ ხო წარმოგიდგენიათ მე გავიდა 2 დღე 3 დღე რომ ამას გადავამოწმებდი და გადავამოწმე და მე არ გეტყოდი და არც ვიტყოდი ეს დარწმუნებული რომ არ ვიყო კაცმა დამბლოკა ახლა დავჯექი და დავიწყე ამაზე ფიქრი მაგრამ ვინც ამ საქმეში ერთი მეგობარი მყავს ადრედაც ვთქვი რომელიც გარკვეულია ამ ყველაფერში და მე მაინდა-მაინც ამ საკითხებში ახლა რაშიც არ ვერკვევი მას თავს ვერ ვდებ ვერასდროს რომ აი ეს ვიცი ყველაფერი ხო შეიძლება ადამიანმა იცოდე ხო თანაც ახლა რასაც უყურებ ამ სიბინძურეს მაპატიეთ და ამ რა ვიცი ერთმანეთის ლანძღვაგინებას და ამ საშინელ ჩასაფრებას და იმას ეს ხო რაღაცა ვკეტავ იმას რა ქვია კომენტარებს. აი ამაზე მეტი რაღა უნდა გავაკეთო, ხო? წერალი კაცი არავის არ ვაგინება, არავის არ ვწყევლი, არავის არ შეურაცხყოფას არ ვაყენებ და ვკეტავ კომენტარებს. აი წარმოგიდგენიათ ახლა მე რა წერილები უნდა მივიღო? გასაგებია ახლა არავინ არ მაგინებს მე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვინც მწერს და რასაც მწერს, ესეც საკმარისია, რომ რაღაცა ნერვებზე გარკვეულწილად იმოქმედოს. მე გავიგე ასეთი რამ რომ არსებობს თურმე რაღაც დახურული ჯგუფები ამ ჯგუფებში მიაქვთ ეს შეაერთებენ ახლა ამ იმას რა ქვია ამ ფირია თუ რა ჯანდაბა ერთად რო ვსაუბრობთ და რაზე ვსაუბრობთ შესაძლებელია მე ხა ამას კიდევ ვიმეორებ ცილისწამება საშინელი ცოდვა და მე ერთი ხელისაღებით მაგრამ ამას გავს როგორც მითხრეს იმიტომ რომ ეს აპრობირებული მეთოდი ყოფილა აი მიაქციეთ ყურადღება აფერისტების და შეიძლება სულ იმ კაცისგან აი მოსკოვიდან რომ მოსკოვში რომ ვესაუბრე დღესაც ვერ აი ვრწმუნობ იმას რომ ეს შეიძლება გააკეთოს იმ კაცმა აი იმდენად სანდომიანი პიროვნება იყო და იმდენად სანდომიანი არ ვიცი მე შევცდი არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ თურმე არსებობს ასეთი რამ, ერთად დადებენ ამას, შეაერთებენ, რომ ის მელაპარაკება მე ვესაუბრები ამას, გაჭირვებული ვარ, მინდა წიგნების დაბეჭდა, ქართული საქმეს ვაკეთებთ, ამას ვაკეთებთ, იმას ვაკეთებთ და აბა მეგობრებო, აი იმდენად ბევრი თანხა ჭირდება ამ კაცს, რომ ციფრიც ვერ დაასახელა და ჩადებს სადღაც 100,000 ჯგუფში 150,000 და ვისაც რა შეგიძლიათ, ესე იგი მე მეგობრებშიც ვაგროვებ და იქნებ თქვენს დამეხმაროთ და ვინ განსაზღვრავს იმპულს, რამდენს გადაურიცხავს ეს ხალხი ამას. ნდობაში შესულია რაღაც პოსტებს დებს შეიძლება იქ ეს, აი ეს ყოფილა აპრობირებული მეთოდი. ამიტომ მე გთხოვთ ერთ რამეს, აი ვისაც
ვინც მოკრავთ ამაზე ყურს, ვინც გააზიარეთ, აი ისე რომ ხალხმა გაიგოს, რომ ეს სადღაც არ მოხდეს, რომ ვინმე მარს ქვას, რომ აი თამაზალავიძისთვის ეს ხდება და ეს ხდება. არავისგან არაფერს აღარ ვითხოვ, არავისგან არაფერი აღარ მჭირდება, აღარც სათითაოდ გამოჩნდა ის ხალხი, რამდენიმე ადამიანი იცით თქვენ, რაღაც შემიგროვდა მიზერული თანხა, რომელიც არანაირად არ მეყოფოდა, არანაირ ტირაჟს ვერ გამაკეთებინებდა. აქედან გამომდინარე, მე დავამთავრე ამაზე, აღარაფერს აღარ ვუდებ, აღარც ტელეფონს აღარ დავდებ, არაფერი არ მინდა არავისგან. იცოდეთ, გააზიარეთ უბრალოდ ეს ვიდეო, რომ მისუდეს შეიძლება ერთ ადამიანს, ერთ-ერთ იმ ადგანს, ვინც ამას შეხვდება და იქნებ როგორმე გამაგებინოთ, მე დაგპირდებით, რომ ადამიანურად გეტყვით რა, პირდაპირ რომ ეხლა ბოლოს და ბოლოს მთელი ცხოვრება იმიჯისთვის ცხოვრობ და ეხლა ხო არ დავიწყებ იმას, რა ქვია, ვიღაცის გამო ხო არ იმას გიზავთ, ხო? ჩემთვის მეწოდინება და რაღაცა ზომებს მივიღებ, ისე რომ თქვენ საერთოდ არ მოხდებით იმაში. არანაირ ძიებასა და იმას მე არ ვაპირებ და სამართალ და მით უმეტეს. ხო და მეწოდინება რა, რასთან ამაქვს საქმე და არსებობს რაღაც არხები, რომ ნუ ეს ესეთი ადამიანები, ნუ შეაჩეროს კაცმა. აქედან გამომდინარე, აი გადააზიარეთ, გააგებიეთ ხალხს, რომ გაიგოს ხალხმა, რომ აი ნუ ესეთი რამე შესაძლებელია მოხდეს, რომ მე თამაზალავიძე ვაცხადებ, არავისგან არაფერი არ მინდა. მე ვმუშაობ იმაზე, რომ რაღაცა ჩემი ძალებით და რაღაცა ჩემი იმეებით შევძლებ ამ ჯერჯერობით ერთადერთი წიგნის გამოცემა მინდა, რომელზედაც ყველაზე მეტი ენერგია დავხარჯე, ყველაზე როგორც მწერალს, ყველაზე მეტად მიმაჩნია, რომ ჩემ შემოქმედებაში ყველაზე მეტად ვაფასებ, ეს არის მძარცველი ჟურნალისტი, ამის გამოცემა მინდოდა და ამიტომ მინდოდა ამაში მინდოდა არავისგან არაფერი აღარ მინდა. მე მოვახერხებ ჩემი ძალებით, თუ ვერ მოვახერხებ, ესეც ღვთისნება იქნება. მე მინდა რომ კიდევ და კიდევ გეუბნებით, აი გადააზიაროთ ეს, აი რამდენჯერ გეუბნებით, ხედავთ, რომ სადღაც ვიღაც როგორც სარგებლობენ, ეგრეთ წოდებული, აი რა ვიცი, რას ეძახიან შარლატანებს თუ რა. აი შარლატანები როგორც შესაძლებელია ამასთან გქონდეს საქმე, ამიტომ შეიძლება არც აგვაქვს საქმე, მაგრამ მე უფრო ვფიქრობ, რომ აი ასეთ მოქმედებას ერთი, მეორე და ისა მე არ უყურებ რა ნორმალური თვალით. თუმცა კიდე გეუბნებით იმ მოსკოველ კაცზე დღესაც არ მინდა რომ ვირწმუნო, რომ ეს შეიძლება გააკეთოს იმ კაცმა. იმდენად ისა ვარ, აი იმდენად ვენდე რა. ვენდერა ისეთ კი არაფერი მithქვია, რომ თქვათ, რომ რაღაცა საიდუმლოებას წარმოადგენდეს, მაგრამ აი ვენდე როგორ ისით მივენდე, რომ მეგონა რომ მართლა აპირებდა ეს კაცი. ახლა ის არ მომეწონა თავიდანვე ის ქალი რო იყო და კაცად გადაიქცა, მაგრამ ამაზე ვერ ვიტყვი. ასე რომ აი ეს არის ჩემი თხოვნა, მეტი არაფერი, არავისგან არაფერს არ ვითხოვ, არ მინდა არაფერი, აბსოლუტურად. რაც ხდება სოციალებში, კარგად ვნახე ეს ყველაფერი, კარგად გავიაზრე და არ ვიცი. ჩემი ძალებით ვეცდები რა, ისე ახლობლებით იმით ამით და რა ვიცი, ვნახოთ როგორ და რანაირად წავა ჩემი. ყველაფერი არის ღვთისნება, ღმერთმა დაგლოცოთ ყველა. ჯანმრთელობას გისურვებთ და ბედნიერებას. კიდევ და კიდევ მინდა რომ ნეტა ყველა გაღიმებული იყოს და არ იყოს ჩვენში ესეთი უნდობლობა და ესეთი მაიმუნობა და ის არ ხდებოდეს რა და შეიძლება ხო გეუბნებით, აი რაღაცა ვერ გააკეთო, მაგრამ გამიზნულად რო გააკეთებ ცუდს, ეს არ ეპატიება ადამიანს. ღმერთმა დაგლოცოთ, ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ და გარკვეული დროის შემდეგ მაპატიეთ, რომ ამას ჩავკეტავ რა და თუ ვინმე სადმე მოკარით თვალი ან ამ ჩემს იმას რაიმეს შემატყობინეთ როგორღაც რა. ნუ დაბლა სადღაც დევს მგონი ჩემი ტელეფონს და იმებს აღარ ვდებ და იქნებ როგორღაც დამიკავშირდეთ ან რაღაცნაირად გამაგებიოთ. აბა ბედნიერებას გისურვებთ კიდევ ერთხელ ყველას.
ნახვამდის.